უნგრეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა მადიარმა, რომელიც სულ მალე მოვა ოფიციალურად ხელისუფლებაში, განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავს მისი მთავრობა ყველა იმ ტიტუშკის წინააღმდეგ, რომელიც ორბანის პრემიერობისას მათ მომხრე დემონსტრანტებს დაძდებდა ქუჩაში და ატერორებდა. ქოცებო, გაიგეთ რა ხდება? თითოეული თქვენთაგანის ტიტუშკან ახლობელი ბევრი გეყოლებათ ნაცნობი, რა ვიცი. ოფიციალურ სტრუქტურაში მუშაობს ის გედედეში თუ სხვაგან არა აქვს შეიძლება. ყველა ციხეში ჩაჯდებით. აუცილებლად. ხალხის წამებისთვის, რა ვიცი, ხალხის გინებისთვის და რა ვიცი, დაცინვისთვის. ყველა თქვენთაგანის სახელები ცნობილი არის უკვე. და ვისაც არ არის ცნობილი, მერე აუცილებლად მათივე თანაგუნდელები ჩაუშვებენ. როგორც ჩაუშვეს აგერ გურამ როგოვას მცემელი სპეცრაზმელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჟონა მისი ვინაობის ამბავმა. აბა ეხლა ჟურნალისტებმა ვერ ხوار დაესწრებოდათ ეს. იქიდან გამოჟონა და ცნობილია მის სახელი და გვარი. ანუ ის ადამიანი, ვინც გურამ როგავა ჟურნალისტი, რუსთაველზე სასიკვდილოდ გაწირა, ისე ჩაარტყა თავში და წელიწადნახევარზე მეტია ის დაბარებულიც ყოფილა გამოძიებაზე. აი ეს ცნობილია. ასევე ყველა ტიტუშკებს სათანადო პასუხი მიეძღვებათ. ასე რომ გილოცავთ ქოცებო და ტიტუშკებო. ერთ და იგივე ხართ პრინციპში. ქოცი და ტიტუშკა აბა რა არის. მოგეკითხებათ. ევროპულად